მეგობრებო, განვაგრძობთ C# პროგრამირების ენის შესწავლას და დღეს გვექნება პრაქტიკული მეცადინეობა. უпростоრად მე მოგცემთ საშინაო დავალებას იმ თემების შესახებ, რომლებიც ჩვენ უკვე გავიარეთ იქამდე, სანამ გადავიდეთ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე და ეს იქნება ერთგვარი განმეორება და ეს სავარჯიშოები დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიმყაროთ ის ცოდნა, რომელიც ჩემთან ერთად მიიღეთ ჩვენი კურსის განმავლობაში. იქამდე სანამ დავიწყებდით ისეთ თემებზე საუბარს, როგორიც იყო value ტიპები, reference ტიპები, კლასები, სტრუქტურები და ასე შემდეგ. ეს პრაქტიკული სავარჯიშო შეეხება ჩვენს ძველ თემებს, სადაც თქვენ მოგიწევთ ფუნქციონალური პროგრამირების სტილის გამოყენება და მოგიწევთ სხვადასხვა ბევრი ფუნქციის დაწერა, რომელიც შეასრულებს სხვადასხვა დავალებას. თუ მოგწონთ ჩემი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ იგი და აგრეთვე დააწვეთ ზარის ღილაკს, რათა გაგიაქტიურდეთ შეტყობინებების რეჟიმი და არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, უფრო ხარისხიანად შეისწავლოთ და ინფორმირებული იყოთ ახალი ვიდეოების განთავსების შესახებ ჩვენს გვერდზე. აგრეთვე თუ მოგწონთ ვიდეოები, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ისინი, რათა იგი არხის კონტენტი გახდეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი პროგრამირებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ჩვენ კი მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და თქვენთვის მე მოვამზადე 23 ამოცანა, საკმაოდ მარტივი, ვინც უყურებდა ინტენსიურად და გვისმენდა, ასე ვთქვათ, იმ სალექციო კურსის განმავლობაში, სადაც ჩვენ საუბრობდით საბაზისო საკითხების შესახებ პროგრამირებაში და კერძოდ C# პროგრამირების ენაში, იმათთვის საკმაოდ მარტივი იქნება ამ დავალებების შესრულება. და დავალებები განკუთვნილი არის აბსოლუტურად დამწყები პროგრამისტებისათვის და შეეხება საკმაოდ საბაზისო თემებს. ეკრანზე თქვენ ხედავთ დავალებას, უпростоრად გახსნილი მაქვს ტექსტური რედაქტორი, სადაც ჩამოწერილი მაქვს დავალებები. ეხლა სათითაოდ გავივლით ამ დავალებებს, აგიხსნით თუ რაში მდგომარეობს ამ დავალებების არსი. შემდეგ თქვენ ასე ვთქვათ, დააპაუზებთ ამ ვიდეოს გნებავთ ამ უწერს დავალებას, როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება და შეუდგებით სათითაოდ ამ დავალებების შესრულებას. ამის შემდეგ მე, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩავწერ ვიდეოს, სადაც მე თავად შევასრულებ ამ დავალებას, მაგრამ თქვენ იცით, რომ თქვენ ჩემს მიერ ჩაწერილ ვიდეოს არ უნდა ელოდოთ და დამოუკიდებლად უნდა გააკეთოთ ეს დავალება. ეს ყველა დავალება მით უმეტეს გათვალისწინებით იმ ფაქტისა, რომ ყველა ეს დავალება არის ძალიან მარტივი და იული გასაკეთებელი. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ და ნახოთ, რას გვეუბნება პირველი დავალება. პირველი დავალება გვეუბნება ესეთ რაღაცას, საკმაოდ მარტივ რამეს. დააწერეთ მეთოდი, რომელიც აიღებს ადამიანის სახელსა და გვარს და გამოიტანს მისალმების ტექსტს ამ ადამიანისთვის. ესეთი მსგავსი რაღაც ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია. მაგალითად აიღებს სახელს და გვარს ლიონელ მესი და შედეგად გამოიტანს hello ლიონელ მესი, მიესალმება ამ ადამიანს. ამ დავალებაზე აღარ შევჩერდები, იმიტომ რომ ძალიან მარტივია და არ უნდა გაგიჭირდეთ ჩემი აზრით ამ დავალების შესრულება. მეორე დავალება გვეუბნება დაწერეთ მეთოდი, რომელიც ორ რიცხვს შეუნაცვლებს ადგილებს. მაგალითად, მეთოდი გვინდა, რომელიც აიღებს რაღაცა ორ რიცხვს თავისი მნიშვნელობებით და გაუკეთებს swaps, ასე ვთქვათ, აი ამ რიცხვებს და გადაუნაცვლებს ადგილებს. მაგალითად, პირველი რიცხვი იქნება 5-იანი, გადაცემული, მეორე რიცხვი 6-იანი. გადანაცვლების შემდეგ შედეგი გვექნება, რომ პირველი რიცხვის მნიშვნელობა გახდება 6-იანი, ხოლო მეორე რიცხვის მნიშვნელობა გახდება 5-იანი. მე მგონი გასაგებია ყველაფერი. ნახოთ მესამე რას გვეუბნება. მესამე დავალება გვეუბნება, რომ დაწერეთ ელემენტარული კალკულატორი, რომელიც შეძლებს გადაცემული ორი რიცხვის შეკრებას, გამოკლებას, გამრავლებას და გაყოფას. ეს დავალება ჩვენ აზრით შევასრულეთ ჯერ კიდევ საბაზისო საკითხებს, როცა განვიხილავდით მაშინ. მეოთხე დავალება გვეუბნება, დაწერეთ მეთოდი, რომელიც აიღებს რაიმე რიცხვს და დაწერს გამრავლების ტაბულას ამ რიცხვის გარშემო, ამ რიცხვზე.
მაგალითად გადაცემული რიცხვი არის 5-იანი და შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ ესეთი რაღაც, ანუ 5-яნის შესახებ უნდა 5 უნდა გამრავლდეს ყველა რიცხვზე 0-დან 10-ის ჩართვლით. ანუ შედეგი უნდა იყოს 5 × 0 0, 5 × 1 5, 5 × 2 10, 5 × 3 15 და ასე შემდეგ 10-მდე. ანუ ეს ყველაფრის რეალიზება უნდა მოხდეს კონსოლში. ანუ ამ რიცხვის გარშემო უნდა ავიღოთ გამრავლების ტაბულა რა. საკმაოდ მარტივია, ვფიქრობ, ესეც არ გაგიჭირდებათ. მეხუთე, დაწერეთ მეთოდი, რომელიც აიღებს 4 მთელ რიცხვს და გამოთვლის მათ საშუალო არითმეტიკულს. რიცხვები აუცილებლად უნდა იყოს მთელი. ხო. ესე ანუ 4 მთელი რიცხვი უნდა გადავცეთ მეთოდს და მან უნდა დაგვიბრუნოს ამ 4 რიცხვის საშუალო არითმეტიკული. თუ რიცხვი არ არის მთელი რიცხვი, ნუ რაღაცნაირად უნდა უთხრათ მომხმარებელს, რომ შემოიყვანოს მთელი რიცხვი. კარგი, მეექვსე, დავწეროთ მეთოდი, რომელიც აიღებს რაიმე რიცხვს და შემდეგ დაბეჭდავს ამ რიცხვს 4-ჯერ backspace-ით. ხოლო შემდეგ 4-ჯერ backspace-ის გარეშე. ანუ მაგალითად, გადავეცი რიცხვი 25, შედეგად კონსოლში უნდა დაიბეჭდოს შემდეგი რაღაცა. ანუ რიცხვი 25 უნდა დაიბეჭდოს 4-ჯერ, ისე რომ აი ამ 25-ებს შორის ჯერ შუაში იყოს სიცარიელი, ანუ backspace-ი. შემდეგ ისე უნდა დაიბეჭდოს, რომ მათ შორის სიცარიელი არ იყოს, ანუ აი ესე. ესე მიიყოლებული, მიწებებული უნდა იყოს ერთმანეთზე, შემდეგ ისევ სიცარიელი უნდა იყოს და შემდეგ ისევ მიწებებული უნდა იყოს ერთმანეთზე. ესეთი დავალებაა. მეშვიდე, დაწერეთ მეთოდი, რომელიც ცელსიუსში გადაცემულ რიცხვს გადაიყვანს ფარენგეიტში და კელვინში. ნუ ვიცით ეს სამივე არის ტემპერატურის საზომი ერთეულები, თუ როგორ გამოითვლება და რამდენს უდრის ერთი ფარენგეიტი და ცელსიუსის შედარება, ეს დამოუკიდებლად უნდა მოიძიოთ Google-ში და შეასრულოთ თქვენ თვითონ. მერვე, დაწერეთ მეთოდი, რომელიც გადაცემული ფრაზის კონკრეტულ ინდექსზე გააქრობს 100-ს. მაგალითად, გადავეცი ფრაზა ჯორჯია, ანუ საქართველო. გადავეცი შემდეგ სასურველი ინდექსი, ანუ მაგალითად 2-იანი ინდექსი და შედეგად უნდა მივიღო ის, რომ მეორე ინდექსზე არსებული 100 უნდა გაქრეს. ამ შემთხვევაში ჩვენ მეორე ინდექსზე შენახული გვაქვს 100O, ეს ვიცით და ეს O უნდა ამოვარდეს და შედეგი უნდა იყოს ესეთი გერგია თუ ჯერგია, ანუ O-ს გარეშე უნდა დაიბეჭდოს ამ შემთხვევაში ეს ჩვენი ფრაზა და ნუ ნებისმიერი ფრაზა რაც არ უნდა გადავცე და შემდეგ ნებისმიერი ინდექსი რაც არ უნდა გადავცე, უნდა იმუშაოს ამ პრინციპით ამ მეთოდმა, რომ უნდა ადგეს და გააქროს ის ერთი კონკრეტული 100, რომელიც შემავალი იქნება აი ამ ფრაზაში და აი ამ ინდექსზე. ხო, ნუ მე მგონი გასაგებია, გადავიდეთ მოდი მე-9-ზე. დაწერეთ მეთოდი, რომელიც გადაცემული სტრინგის პირველ და ბოლო ასოებს შეუცვლის ადგილებს. მაგალითად, თუ გადავცემ strings, ანუ Python, ანუ ესეთ სიტყვას თუ გადავცემ, აი პირველ და ბოლო ასოები უნდა გადაანაცვლოს და ბოლო ასო, ანუ n ამ შემთხვევაში უნდა წამოიღოს და ჩაწეროს თავში, ხოლო პირველი ასო ამ ფრაზაში, ანუ p უნდა ჩაწეროს ბოლოს. შედეგად უნდა მოგვცეს აი ესეთი შედეგი. გადავიდეთ შემდეგზე. დაწერეთ მეთოდი, რომელიც შეამოწმებს ორ გადაცემულ რიცხვს. და დააბრუნებს true-ს, თუ ერთი გადაცემული რიცხვი არის უარყოფითი, ხოლო მეორე გადაცემული რიცხვი არის დადებითი. სხვა შემთხვევაში დააბრუნებს false. ნუ ესეც საკმაოდ მარტივი არის, ჩემი აზრით, არ უნდა გაგიჭირდეთ. მაგალითად, თუ გადავეცი პირველი რიცხვი არის -5, ხოლო მეორე რიცხვი არის 25, შედეგი უნდა დაბრუნდეს true. იმიტომ რომ ნუ ერთი რიცხვი არის უარყოფითი, მეორე რიცხვი არის დადებითი. იმ შემთხვევაში თუ ორივე რიცხვი იქნება დადებითი, ან ორივე რიცხვი იქნება უარყოფითი, შედეგად უნდა მივიღო false. აი ესე. გადავიდეთ შემდეგზე.
მე-11 დავალება გვეუბნება დაწერეთ მეთოდი, რომელიც შეკრებს ორ რიცხვს. იმ შემთხვევაში თუ ეს ორი რიცხვი არაა ერთნაირი. ანუ ერთმანეთის ტოლი. თუ ორი რიცხვი ერთნაირია, მეთოდმა უნდა დააბრუნოს მათი ჯამის ნამრავლი 3-ზე. აი ესეთი დავალება არის. მაგალითად, თუ გადავეცი ორი რიცხვი და ორივე ეს რიცხვი, მაგალითად 5-იანი და 5-იანი, მაშინ აი ამ მეთოდმა უნდა შეკრიბოს 5-იანი და 5-იანი და აი ეს მათი შეკრების შედეგი გაამრავლოს 3-ზე. იმ შემთხვევაში თუ გადავეცი სხვადასხვა რიცხვები, მაგალითად 5-იანი და 6-იანი, მაშინ უბრალოდ უნდა შეკრიბოს აი ეს ორი რიცხვი და დააბრუნოს მათი შეკრების შედეგი. მე-12 დავალება ცოტა დიდია. დაწერეთ თამაში ჩაფიქრებული რიცხვის გამოცნობა. პროგრამამ თავისით უნდა ჩაიფიქროს რიცხვი 1-დან 20-მდე წინასწარ random კლასის გამოყენებით. ჩვენ გამოვიყენეთ ერთხელ random კლასი. random კლასი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პროგრამამ რაღაცა პრინციპით ჩვენგან განუსაზღვროს და ჩვენგან მიუწვდომელი რაღაცა ლოგიკით ჩაიფიქროს რაღაცა რიცხვები. რანდომულად, ანუ შემთხვევითობის პრინციპის მიხედვით. თქვენ დაგჭირდება სწორედ აი ამ random კლასის გამოყენება იმისთვის, რომ შეასრულოთ ეს ამოცანა. და შეგვიძლია განუსაზღვროთ დიაპაზონი random კლასს ჩვენ ვიცით და ეს დიაპაზონი უნდა იყოს 1-დან 20-მდე. ანუ პროგრამამ წინასწარ random კლასის გამოყენებით უნდა ჩაიფიქროს რაღაცა რიცხვი 1-დან 20-მდე. მოთამაშეს ევალება, რომ გამოიცნოს გადაცემული რიცხვი 5 ცდაში. ანუ 5 საშუალება, 5 ცდა გვაქვს იმისთვის, რომ აი ეს რიცხვი ზუსტად გამოვიცნოთ რა არის. ყოველი მცდელობის შემდეგ პროგრამამ უნდა ანიშნოს მომხმარებელს მეტია თუ ნაკლები მის მიერ გადაცემული რიცხვი ჩაფიქრებულ რიცხვზე. რიცხვის გამოცნობის შემთხვევაში კონსოლში უნდა გამოჩნდეს წარწერა, რომ მოთამაშემ გაიმარჯვა და თამაში უნდა დასრულდეს. აგრეთვე თამაში უნდა დასრულდეს იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშემ 5 ცდა გამოიყენა, მაგრამ მაინც ვერ გამოიცნო რიცხვი. ასეთ შემთხვევაში პროგრამამ უნდა აცნობს მას დამარცხების შესახებ. ეხლა შეიძლება ერთი შეხედვით უცებ ვერ გაიაზროთ, ამიტომ დააპაუზეთ ვიდეო, ხელახლა გადაიკითხეთ ამოცანის პირობა, რთული არაფერი არ არის. გასაგებად ძალიან მარტივია. ანუ პროგრამა ჩაიფიქრებს რაღაცა რიცხვს 1-დან 20-მდე და თქვენ როგორც მომხმარებელს გააქვთ 5 ცდა იმისათვის, რომ ეს რიცხვი ზუსტად გამოიცნოთ. თუ გამოიცნობთ და ჩაეტევით ამ 5 მცდელობაში, პროგრამა დაგიწერს და გეტყვით, რომ კი, თქვენ მოიგეთ და თამაში უნდა დამთავრდეს. თუ 5-ჯერ ეცადეთ და მაინც ვერ გამოიცანით, მაშინ უნდა დაგიწეროთ, რომ აი თქვენ 5 ცდა აღარ გაქვთ მცდელობები და თქვენ წააგეთ. საკმაოდ მარტივი პირობაა. და აი იმის რეალიზება კონსოლში მთლიანად თქვენთვის მომინდია. მე-13 სავარჯიშო. დაწერეთ მეთოდი, რომელიც გვამცნობს იმის შესახებ, გადაცემული რიცხვი მოთავსებულია თუ არა 20-სა და 100-ს შორის. ესეც საკმაოდ მარტივია, ვფიქრობ, უნდა შეძლოთ ამის გაკეთება. მე-14 დაწერეთ მეთოდი, რომელიც გადაცემულ სტრინგს გადაიყვანს მაღალ რეგისტრში. ანუ რეგისტრი ვიცით რას ნიშნავს, ანუ ლათინურ ასოებს ახასიათებს დაბალი რეგისტრი და მაღალი რეგისტრი. იმ შემთხვევაში თუ ლათინური ტექსტი წერია დაბალ რეგისტრში, ჩვენმა მეთოდმა ის უნდა გადაიყვანოს მაღალ რეგისტრში. იმ შემთხვევაში თუ წერია მაღალ რეგისტრში, დატოვოს ისე როგორც არის. და C#-ისთვის ჩვენ ამის ძალიან კარგი საშუალება გვაქვს, თვითონ ჩაშენებული გვაქვს მეთოდი, რომელიც ამას ავტომატურად აკეთებს. და უბრალოდ უნდა მოძებნოთ ეს მეთოდი, დაწეროთ და აღარ გაგირთულებთ მეც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მეთოდი, რომელიც თვითონ C# ბიბლიოთეკებს აქვს შიგნით ჩაშენებული. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. მე-15 დაწერეთ მეთოდი, რომელიც დაბეჭდავს 1-დან 99-მდე რიცხვების დიაპაზონში მხოლოდ კენტ რიცხვებს. ანუ 1-იან, 3-იან, 5-იან, 7-იანს და ასე შემდეგ. ესეც ვფიქრობ არ უნდა გაგიჭირდეთ. მე-16 დაწერეთ მეთოდი, რომელიც გადაცემული ციფრების ჯამს დააბრუნებს. მაგალითად, თუ გვაქვს გადაცემული რიცხვი
12, ანუ ერთიანი და ორიანი, შედეგად უნდა იყოს სამიანი. ანუ ეს უნდა აბრუნებდეს ერთიანის და ორიანის ჯამს. ანუ იმ რიცხვების ჯამს, რომლებიც გადაცემული არის. თუ ერთი ცალი რიცხვი გადასცეს, ბუნებრივია ადგეს და ის ერთი რიცხვი დააბრუნოს ანუ ის რაც გადასცეს. თუ გადაცემენ 7-იანს და 1-იანს, ამან უნდა ადგეს 7-იანი და 1-იანი შეკრიბოს და შედეგად მივიღებთ 8-იანს და უნდა დაბრუნდეს 8-იანი. ზუსტად ეს მაგალითი გვაქვს გაკეთებული ჩვენ ერთ-ერთ გაკვეთილში და მახსოვს რომ გავაკეთეთ მაშინაც და შეგიძლიათ მოიძიოთ თუ ვერ შეძლებთ და მიხვდეთ როგორ კეთდება, მაგრამ რა თქმა უნდა ამ დავალების და ამ მთლიანად ამ ვიდეოს და ამ პრაქტიკული სავარჯიშოს მიზანი არის ის რომ არც ინტერნეტში მოიძიოთ ეს როგორ კეთდება და თქვენ თვითონ იფიქროთ მაქსიმალურად მოიკრიბოთ ძალისხმევა და ჩადოთ მთლიანად აი ამ დავალებებში რომ შეძლოთ მათი გაკეთება. კი ბატონო, გადავიდეთ მე-17 დავალებაზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც შემოაბრუნებს strings. მაგალითად, თუ გადავცემ strings Georgia, ჩვენ შედეგად უნდა მივიღოთ იგივე სიტყვა, ოღონდ შემოტრიალებული. ანუ აი ესეთ ჩანაწერი, როგორც ეკრანზე ხედავთ, სარკისებური ეფექტი, ანუ ამას ეძახიან ესეც. გადაცემულ string უნდა დაატრიალოს და დაბეჭდოს პირიქით. მე-18 დავალება გვეუბნება დაწერეთ მეთოდი, რომელიც გაარკვევს წინადადება იწყება თუ არა ჩვენთვის წინასწარ გადაცემული სიტყვით. კი ბატონო, მე-19 გვეუბნება დაწერეთ მეთოდი, რომელიც იპოვის 3 გადაცემული რიცხვიდან უდიდეს. მე-20 დავალება გვეუბნება დაწერეთ მეთოდი, რომელიც გაარკვევს გადაცემული 2 რიცხვიდან რომელი უფრო ახლოს დგას 20-იანთან. იმ შემთხვევაში თუ 2 რიცხვი ერთმანეთის ტოლია, მეთოდმა უნდა დააბრუნოს 0. ხო, მე მგონი გასაგებია აქაც ყველაფერი. 21 გვეუბნება დაწერეთ მეთოდი, რომელიც გაარკვევს string-ი იწყება თუ არა w100 და მას მოსდევს თუ არა კიდევ ერთი w. ანუ ჩვენი გადაცემული string-ი იწყება თუ ჩვენ გადაცემული string-ის პირველი 200 არის თუ არა w სიმბოლო. ანუ აი ეს. იმ შემთხვევაში თუ არის პროგრამა მეთოდმა უნდა დააბრუნოს true, იმ შემთხვევაში თუ არ არის, მეთოდმა უნდა დააბრუნოს false. აი ესე. 22 გვეუბნება დაწერეთ მეთოდი, რომელიც დათვლის მასივის ზომას. ოღონდ არ უნდა გამოიყენოთ წინასწარ, ასე ვთქვათ, C#-ში არსებული მეთოდი length-ი, რომელიც ავტომატურად თვლის მასივის ზომას და ჩვენ ეს არაერთხელ გამოგვიყენებია, ხო? ეს length-ი წარმოიდგინეთ, რომ აი ეს მეთოდი, რომელიც C#.net სახში ჩაშენებული, ეს მეთოდი, რომელიც თვლის მასივის ზომას, უნდა დაწეროთ ხელახლა თქვენ. ისე რომ აი ეს იქ C#-ში არსებული მეთოდი length-ი არ უნდა გამოიყენოთ. და მეთოდმა შედეგად უნდა დააბრუნოს ის ზომა, რა ზომის მასივსაც გადავცემ მას. 23 დავალება გვეუბნება დაწერეთ მეთოდი, რომელიც გადაცემული string-ის კენტის სიმბოლოებიდან შექმნის ახალ strings. მაგალითად გადავეცი string-ი სიტყვა Georgia ისევ და იმ ასე ვთქვათ ის ასოები, რომლებიც კენტ ინდექსებზეა შენახული, ესენი არის E, R და I. I ეს უნდა ჩაიწეროს ახალ string-ში და უნდა მივიღო ესეთი შედეგი. ანუ RI, აი ესეთი რაღაც. ხო. ეს 23 დავალება. 24 დავალება გვეუბნება და ბოლო დაწერეთ მეთოდი, რომელიც გაარკვევს გადაცემული ფრაზა არის თუ არა პალინდრომული. პალინდრომულ ეწოდება ისეთ ფრაზას, რომელიც მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც ერთნაირად იკითხება. მაგალითად, აი ესეთი სახელები ანა, ოთო, ანუ თუ დააკვირდებით მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც ერთნაირი სახე აქვს. ასევე ინგლისური სიტყვები level მაგალითად მარჯვნიდანაც level იკითხება და მარცხნიდანაც level, mom, დედა, dad, mama, I, ხო, თვალი. აი, ესეც ერთნაირად იკითხება და ეს ყველა ფრაზა არის პალინდრომული. ეს საკმაოდ გავრცელებული დავალება არის პროგრამირებაში პალინდრომის მოძებნა. ხო, რა ვიცი, გისურვებთ წარმატებებს, სულ ეს იყო. სულ ეს 24 დავალება იყო, რაც მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა.
არ არის რთული და იმედია ადვილად გაართმევთ თავს. მე დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს.